ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც მგონია ის, რომ რა ტიპის კომუნიკაცია შეიძლება შედგეს მოთამაშეებს შორის. აი ბევრ თამაშს სხვათა შორის აქვს ვიზუალური ზოგადად კომუნიკაცია, რაც გულისხმობ თამაში, რომ თამაში თვითონ რაღაცა ეკრანზე ან მოთამაშე მიდის და ვირტუალურად დაფაზე ან კედელზე რაღაცას წერს. მერე მიდის მეორე მოთამაშე და მან და წაიკითხოს. ერთი ეს არის რაღაცა ისეთი ტიპის კომუნიკაცია. შედარებით ზრდასრულ ასაკში გვხდება უკვე თქვათ იგივე ვერბალური კომუნიკაციაც, რომ თქვათ ხმოვანი შეტყობინებები არის, როდესაც ერთმანეთს ესაუბრებიან მოთამაშეები. მიწერმოწერით და რაც ყველაზე საშიშია ხოლმე ბოლო პერიოდში არის, რომ აქ სხვებიც ისმენენ ჩვენ საუბარს და მოდი გავაგრძელოთ თამაშის პროცესში ჩვენ ვიკონტაქტოთ WhatsApp-ში, ვიკონტაქტოთ სხვა კომუნიკაციის საშუალებებში, სიგნალი სამწუხაროდ არ არის მოზარდებში და ბავშვებში პოპულარული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ნაწილი აკონტროლოს მშობელმა და ეს არის ხოლმე ძალიან ხშირად ძალიან ცუდი და ნეგატიური შედეგის მომტანი გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით ვინაობა, ვის უკან ვინ დგას არ იცის და ხშირად ეს კომუნიკაცია უკვე თამაშის ფარგლებს ცდება, გადადის უკვე საქართველოშიც ყოფილა შემთხვევები, რომ ფულს თხოვენ ერთმანეთს.